Windblown ეს არის სახელი ესოსის კონტინენტზე ერთ-ერთი ყველაზე დაუნდობელი დამზაკვარი დაქირავებული არმიისა, Mercenary Army, რომელიც ჯორჯ მარტინის სამყაროში თავისი ეფექტური ჯაშუშური ქსელითა და გამოცდილი ვეტერანებითაა ცნობილი. ორგანიზაცია დაახლოებით 30 წლის წინ დაარსა ვესტეროსელი რაინდების შთამომავალმა, კაპიტან გენერალმა, რომელსაც ყველა იცნობს მეტსახელად Terror Prince და გლეჯილი პრინცი. კამპანიის სახელი სიმბოლურად გამოხატავს მათ ბედს, ისინი ქარწაღებული მეომრები არიან, რომლებიც მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მიდიან, სადაც კი ომის სუნი ტრიალებს, რათა სიმდიდრე და ძალაუფლება მოიპოვონ. ოქროს კამპანიისგან The Golden Company განსხვავებით, ქარისმბერავებს არ აქვთ პრობლემა კონტრაქტების ფარულ დარღვევაზე ან ორმაგ თამაშზე. Terror Prince ხშირად იყენებს ტაქტიკას, რომლის დროსაც თავის მებრძოლებს ფრის ბანაკში დეზერტირებად, გზავნის ჯაშუშობისთვის. არმია დაახლოებით 2000 მებრძოლისგან შედგება და გამოირჩევა საოცარი ეთნიკური მრავალფეროვნებით. მათ რიგებში იბრძვიან ვესტეროსიდან გაქცეული რაინდები, დოთრაკიელები და თავისუფალი ქალაქების, ვრიცეთის, დაქირავებული მკვლელები. კამპანიის სიმბოლოა ლურჯი დროშა, რომელზეც ქარის მიერ წაღებული ფოთლებია გამოსახული, ხოლო მათი მთავარი ძალა მძიმე კავალერიასა და ფარულ ტაქტიკაში მდგომარეობს. სერიალ სამეფო კარის თამაშებისგან Game of Thrones განსხვავებით, სადაც ქარისმბერავები საერთოდ არ გამოჩენილან, წიგნებში მათ უდიდესი გავლენა აქვთ მონათმფლობელთა ყურის, Slaver's Bay ომის განვითარებაზე. წიგნში ცეკვა დრაკონებთან ისინი თავდაპირველად იმკაის მონათმფლობელებმა დაიქირავეს Daenerys Targaryen წინააღმდეგ საბრძოლველად. თუმცა Terror Prince ფარულად უკავშირდება Daenerys-ის მომხრეებს და მხარის შეცვლას სთავაზობს, თუ კი სანაცვლოდ ქალაქ Pentos მიიღებს. სწორედ ამ კამპანიის რიგებში ეწერება ფარულად დორნელი პრინცი Quentyn Martell, რათა მეერინში შეაღწიოს და დრაკონების დედოფალთან ალიანსი დაამყაროს.